2022 წლის სექტემბერში NASA-მ ასტეროიდ დიმორფოს კოსმოსური ხომალდი მიზან მიმართულად შეაჯახა. ეს მისია დართის ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანიც პლანეტური თავდასხმის ტექნოლოგიის გამოცდა იყო. მალევე ცნობილი გახდა, რომ ამ მოვლენამ დიმორფოსის ორბიტა შეცვალა. კერძოდ, თუ შეჯახებამდე მისი ორბიტული პერიოდი 11 საათი და 55 წუთი იყო, მისიის შედეგად უფრო დიდი ზომის ასტეროიდ დიდიმოსის გარშემო მოძრაობას ის ახლა უკვე 11 საათსა და 23 წუთს ანდომებს. მაგრამ ორბიტა ერთადერთი რამ არაა, რამაც ცვლილება განიცადა. ახალი კვლევის მიხედვით მისიამ თავად ამ ობიექტის ფორმაზეც იქონია გავლენა, თანაც მასშტაბურად. კომპიუტერული მოდელირების მეთოდი გამოიყენეს. მათ დაადგინეს, რომ დიმორფოსის სტრუქტურა მყარი არაა, ანუ ის ერთმანეთთან არამჭიდროდ შეკავშირებული ფრაგმენტებისგან შედგება. ასევე ეგ დიდი ლოდები არ ხვდება. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ზემოხსენებული ობიექტი დიდი მოსისგან გამოყოფილი მატერიისგან წარმოიქმნა. სპეციალისტებისათვის დიმორფოსის ასეთი მახასიათებლები მოულოდნელი არ ყოფილა. საინტერესო ის აღმოჩნდა, რომ შეჯახება მასზე ზუსტად ისე იმოქმედა, როგორც რიუგუსა და ბენუზე. ასტეროიდებზე, რომელთა ზედაპირებიდანაც კოსმოსური აპარატებით გრუნტის ნიმუშები მოვიპოვეთ. საქმე ისაა, რომ დიმორფოსის შედგენილობით მათგან განსხვავებულია, მაგრამ იქ კრატერი რიუგუსა და ბენუს მსგავსად დაბალი გრავიტაციისა და ნაკლები სიმჭიდროვის პირობებში გაჩნდა. დამატებით მან გლობალური დეფორმაციის სახელით ცნობილი პროცესი განიცადა, რამაც მისი შიდა შრეების ეტაპზე გადანაცვლებები განაპირობა. სიმულაციებმა აჩვენა, რომ დიმორფოსის მასის 0.5% კოსმოსურ ხომალდთან შეჯახების შედეგად გარშემო სივრცეში გაიტყორცნა, 8% კი მის ზედაპირზე გადანაწილდა. სწორედ ამან შეცვალა ასტეროიდის ფორმა. მეცნიერები ასკვნიან, რომ მსგავსი პროცესი სხეულის შემადგენლობასა და მატერიის გადანაწილებაზე დიდ წილადაა დამოკიდებული. ახალი შედეგები ამ და სხვა ბინარული სისტემების დინამიკისა თუ ევოლუციის შესასწავლად მნიშვნელოვანია, როგორც მზის სისტემაში, ისე მის მიღმა. ავტორები გეგმავენ, რომ თავიანთი მონაცემები ევროპული კოსმოსური სააგენტოს მომავალ მისია ჰერას შეადარონ, რომელიც შეჯახების შემდგომი ვითარების შეფასებას ემსახურება. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.